მოგესალმებით ყველას. თუ თქვენ გაინტერესებთ დღის განმავლობაში ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარი საინტერესო სიახლეები, გთავაზობთ პროგრამა ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას. თავდაპირველად ქართული ამბები გავიგოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ უახლოესი 20 წუთის მანძილზე თქვენ გაიგებთ რითი იყო საინტერესო დღევანდელი დღე კინოსა და მუსიკის ისტორიაში. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მხოლოდ ქართული ტრადიციული სიმღერები და რომანსები აჟღერდა. კონცერტი მთლიანად უფროსი თაობის მუსიკოსებსა და მსმენელებს მიეძღვნა. ეს ჩემი შემოქმედების მეოთხედია, ანუ მარტო ის ჟანრი, რომელსაც რომანსი ქვია და რომელსაც ტრადიციული ქართული სიმღერა ქვია. ანუ ჩემი იმ მსმენელისთვის, რომელსაც ჩემი ასე სხვა ჟანრი უყვარს, ეს კიდე უფრო სხვა არის, ეს არის უფრო სერიოზული, ასე ვთქვათ, რომანსის საღამო. კონცერტში სრულდება 21 სიმღერა, 21-დან 10 ახალი სიმღერა. ლილიკო მეუწყოდე არის ნამდვილად ქართველი კომპოზიტორი, ქართველი მუსიკის ავტორი, რომელიც წერს კარგ და ლამაზ სიმღერებს. ძალიან მიხარია მასთან მუშაობა, კმაყოფილი ვარ. ძალიან მიხარია, რომ ლილიკო იმ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც სერიოზული, კარგი, ნამდვილი ქართული სიმღერის დაწერა შეუძლია. დღევანდელ დღეს ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მიყვარს ის სიმღერა, რომელიც მე ლილიკომ მანდო ამ საღამოზე რომ მემღერა და ძალიან შევეცდები, რომ აი ეს არაჩვეულებრივი ატმოსფერო, ეს ულამაზესი თეატრი და ის ჩემი კოლეგები, რომლებიც დღეს სცენაზე დგანან, არ გავაწბილა. სიყვარულის დაბრუნება მაინც ელია ჩემს მაჯრებთან მოფარფადებერები არაჩვეულებრივი ადამიანია პიროვნება, ძალიან კარგი მუსიკოსი, უნიჭიერესი, ძალიან თავმდაბალი, ძალიან მოწესრიგებული და ძალიან საყვარელი გოგოა. აქედან გამომდინარე, მე მგონი მე კი არა ყველას უყვარს ლილიკოსთან მუშაობა და რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, ძალიან სიამოვნებს თვითონ ლილიკოს წარმატებები, წინსვლა, აი ესეთი პოტენციალი შემოქმედებითი და მიხარია ყველა ჩემი მეგობრის ხილვა.